Prime Time-ის პრეს-კლუბში ჟურნალისტების შეკითხვებს სამართლებრივი გამჭვირვალობის დირექტორი პასუხობდა. გია ხუროშვილის სავაჭრო მოხელეების ამნისტიის საკითხი შეეხო. მისი განცხადებით, ყველა მაღალჩინოსანმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის. ასევე მთავრობას სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდა. გია ხუროშვილი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების მიერ პარტიის დატოვების თემასაც შეეხო. არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად იცხოვროს შურისძიების კარუსელზე, არ შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ შეიცვალოს კიდევ ხელისუფლება და დღევანდელ ხელისუფლებას ახალმა მოსთხოვოს პასუხი დღევანდელი გაკეთებული საქმეებისათვის და ამიტომ აქ უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი. არ შედგა ბატონო კოჰაბიტაცია, ძალიან ცუდია რომ არ შედგა და პოლიტიკოსებმა ვერ მოძებნეთ ერთმანეთს შორის სალაპარაკო ენა. არ შეიძლება კოჰაბიტაცია ჩაანაცვლოს ინდულგენციების გაცემამ, რომ თუ იყავი ნაციონალურ მოძრაობაში და იყავი კრიმინალი, დღეს შეიცვლი შენ წამს და გადმობრძანდები ქართულ ოცნებაში, შენ აღარ იქნები კრიმინალი, ეს არის საზოგადოების გარყვნა.